მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მე-6 დავალებას. ისევ ვაგრძელებთ ილია ჭავჭავაძის გლახის ნაამბობიდან ნაწყვეტს მოძღვარი და კვლავ ვაგრძელებთ უკვე თქვენს მიერ შესწავლილი, მოსმენილი გაკვეთილების ფარგლებში კითხვებზე პასუხის გაცემას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად გამცემთ პასუხს და ძალიან ბედნიერი ვიქნებით, თუ კი ეს ასე მოხდება. დავიწყოთ. მე პირველი საკითხი. პეტრე გლეხკაცობის სახელით ამბობს. ჭყალები გავხსენით. ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო. დაიხურა ჭყალი. ეს ღვთის ბრძანება მარტო ჩვენ დაგვაწვა კისერზე და ვეწევით კიდეც. დაიხურა ისევ ჭყალი. რად მიაჩნია პეტრეს შრომა? პასუხები. ა. ღირსებად, ბ. უბედურებად, გ. უფლის სამსახურად, დ. უფლის განჩინებად. სწორი პასუხი მონიშნეთ პირველი საკითხის გასწვრივ. მეორე საკითხი. რას კითხულობენ გლეხები ჯეჯილის ყდაზე, რომელიც პეტრეს ხატოვანი წარმოდგენით დედამიწას მწვანე ხავერდივით გადაეკრება ხოლმე? პასუხები. ა. საკუთარ ბედს, ბ. ბუნების საიდუმლოს, გ. ცხოვრების წესსა და რიგს, დ. ღვთის წყალობას. სწორი პასუხი მონიშნეთ მეორე საკითხის გასწვრივ. მესამე საკითხი. პეტრე ამბობს. ჭყალები გაიხსნა. ჩვენი კალამი დაუღალავი გუთანია. მელანი კიდევ გულღვიძლიდან გამოწურული ჩვენი ოფლია. ჭყალები დაიხურა. პეტრე მეტაფორულად აზროვნებს და გლეხკაცობის ცხოვრებას ა. გაუსაძლისად მიიჩნევს, ბ. ამაოებად მიიჩნევს, გ. წიგნობრის ცხოვრებას ადარებს, დ. უნაყოფოს უწოდებს. სწორი პასუხი მონიშნეთ მესამე საკითხის გასწვრივ. მეოთხე საკითხი. ჭყალები გაიხსნა. ის დალოცვილი მიწა ისე არ გაძუნწდება, რომ მიბარებული ერთიორად მაინც არ დაგვიბრუნოს. ჭყალები დაიხურა. ამბობს პეტრე, ანუ მიწასთან ურთიერთობის სიკეთეს ა. გაპიროვნების გამოყენებით ხატავს, ბ. თავის ბუნების მესაიდუმლედ მიიჩნევს, გ. ბედის სამდურავს გამოთქვამს, დ. თავს იიმედებს. სწორი პასუხი მონიშნეთ მეოთხე საკითხის გასწვრივ. მეხუთე საკითხი. პეტრე წიგნს არ უარყოფს. ჭყალები გავხსნათ. წიგნი კარგია, ვინ არ იცის. ბევრი სხვა რამეა კარგი ამ ქვეყანაზე. ჩვენ იქამდე ხელი არ მიგვიწდება. გაგიბედავთ შენი ჭირიმე და გეტყვით, ჯერ კუჭი უნდა გავიწყოთ. კუჭი, ჩვენი თავდაპირველი გულის ტკივილი ეს არის. რად მიაჩნია პეტრეს წიგნი? ა. ცხოვრების საძირკვლად, ბ. გლეხკაცის ოცნებად, გ. გულის ტკივილის აღმოფხვრის საშუალებად, დ. სიკეთედ, რომელიც გლეხკაცისათვის არ არსებობს. სწორი პასუხი მონიშნეთ მეხუთე საკითხის გასწვრივ. მეექვსე საკითხი. პეტრეს მსჯელობამ გლეხები მოხიბლა. მართალს ამბობს, მე და ჩემმა ღმერთმაო. გაიხმაურეს მათ. ეს ის ხალხი იყო, ავტორის თქმით, ა. რომელსაც პეტრეს ჭირვარამი საკუთარივით მოეხსენებოდა, ბ. რომელიც ცოტა ხნის წინ პეტრეს თავხედურად დასცინოდა, გ.
რომელმაც თვითონაც იცოდა, რომ წიგნი გლეხკაცისთვის არ გაჩენილიყო და დ, რომელიც სხვა დროს დუმილს ამჯობინებდა. სწორი პასუხი მონიშნეთ მეექვსე საკითხის გასწვრივ. მეშვიდე საკითხი. პეტრე გლეხკაცობის მდგომარეობას აღწერს. ბრჭყალები გაიხსნა. წელში ვერ გავსწორებულ ვართ. პირუტყვით მაღლა ვერ აგვიხედია. სულ დედამიწას დავყურებთ. ბრჭყალები დაიხურა. კვლავ გაიხსნა ბრჭყალი. წელში ვერ გავსწორებულ ვართ. დაიხურა ბრჭყალი. ფრაზეოლოგიზმია. მომდევნო ფრაზებში კი ავტორი იყენებს ა. მეტაფორასა და გაპიროვნებას, ბ. შედარებასა და ჰიპერბოლას, ანუ განზვიადებას, გ. რიტორიკულ შეკითხვას, დ. მიმართვას. სწორი პასუხი მონიშნეთ მეშვიდე საკითხის გასწვრივ. და ბოლო მერვე საკითხი. მღვდელი ამბობს, რომ პეტრეს წიგნს დღეს გუთანი ურჩევნია, რადგან ა. გუთნისა ესმის, წიგნისა კი არაფერი გაეგება, ბ. გუთანი მამა-პაპამ დაუტოვა, წიგნში კი არც იმათ ჩაუხედავთ და არც თვითონ, გ. გუთანი პურს აჭმევს, დ. წიგნი გონებას უმღვრევს. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-16 საკითხის გასწვრივ. მე-16 არა, მერვე საკითხის გასწვრივ. ანუ 2-ის ჯამში 16. მოკლედ, სულ ეს იყო თქვენი მეხუთე დავალება და ველოდები თქვენგან პასუხებს. ნახვამდის, მადლობა.